ქვეყანაში ევროპის იმუნიზაციის კვირეული დაიწყო. დღეს გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურში სოფლის ექიმებთან შეხვედრა გაიმართა. მათ იმუნიზაციასთან დაკავშირებული გამოწვევები და სიახლეები განიხილეს. წლევანდელი კვირეული საფუძველს ჩაუყრის ერთწლიან კამპანიას, რომელიც გამოკვეთს ისეთ დაავადებებზე აცრის მნიშვნელობას, როგორიც არის პოლიომიელიტი, წითელა და ყვავილის ვირუსი. საქართველოში ისევე როგორც მთელს ევროპაში აღინიშნება ევროპის იმუნიზაციის კვირეული, რომლის სლოგანია აცერი და დაიცავი. ამ დღის აღნიშვნა მიზნად ისახავს საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას იმუნიზაციის კუთხით, იმუნიზაციის მოცვის მაჩვენებლების გაზრდას და რა თქმა უნდა საზოგადოებრივი ჯანდაცვითი ჯანმრთელობის ფონის შექმნას. კვირეულის ფარგლებში გურჯაანის მუნიციპალიტეტში დაგეგმილი გვაქვს და ჩანიშნულია გარკვეული შეხვედრები, პირველ რიგში ამ წრედაწესებულებებთან, სოფლის ექიმებთან და მსხვილდაწესებულებების პედიატრებთან განვიხილავთ ფაქტიურად ამ აღნიშნულ აქტუალურ საკითხებს. ასევე ჩანიშნული გვაქვს სკოლების რესურს ცენტრის ხელმძღვანელის და ბაგაბაღების გაერთიანების ხელმძღვანელების ჩართულობით და ხელშეწყობით სკოლის მედპერსონალთან შეხვედრა, გვაქვს ასევე ჩანიშნული ბაღების მედპერსონალთან და მშობლებთან შეხვედრები. მოგეხსენებათ, რომ დღევანდელი აუდიტორია არის სწორედ სოფლის ექიმებთან, ანუ ოჯახის ექიმებთან შეხვედრა, მათთან განვიხილავთ ჩვენ პრაქტიკული იმუნიზაციის საკითხებს და უშუალოდ იმუნიზაციის გარკვეულ გამოწვევებს თითოეულ უბანზე. ვფიქრობ, რომ ასეთი დაგეგმილი ღონისძიებები და კამპანიები ხელს უწყობს და ხაზს უსვამს იმუნიზაციას, როგორც იმუნიზაციის მნიშვნელობას, რადგან იმუნიზაცია ეს არის ჯანდაცვითი სფეროს ყველაზე ეფექტური მიმართულება, რომელმაც იხსნა და მომავალშიც იხსნის ჩვენი შვილების და მოზარდების სიცოცხლეს. ოჯახის ექიმები ვიკრიბებით, ვიხილავთ ყველა იმ პრობლემურ საკითხს, რაც უკავშირდება იმუნიზაციას. თავიდან ხდება გავლა იმუნიზაციის პრაქტიკული სახელმძღვანელოს დეტალების, რა გამოწვევები გვაქვს უბნებზე თითოეულ ექიმს. ხელახლა ხდება ყველა ამ ინფორმაციის შეჯერება, რათა შემდგომში უბნებზე განვიხილოთ ყველა ეს საკითხი და თითოეულ ჩვენ უბანზე ვნახოთ რა პრობლემები გვაქვს, როგორ შეიძლება ამის გადაჭრა ერთობლივი ღონისძიებების შედეგად. ამიტომ ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ესეთ შეხვედრებს, რომელსაც ყოველწლიურად ატარებს ჩვენი საზოგადოებრივი ჯანდაცვა და ექიმებთან და ექიმებთან ერთად ხდება ყველა ამ ახალი ინფორმაციის მიღება და შემდეგ უბნებზე დანერგვა.